ეს ზათა გამოსა. უნდა დასაკვირთია ეში. ეს შეიძლება 6 ტონა, 7 ტონა და ეს არის. ეს გახლავთ კიდევ ერთი გადამამუშავებელი საწარმო, მოგესალმება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში ძალიან სერიოზულად ვითარდება თხილის ბიზნესი, ეს გახლავთ თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელმაც ასევე ისარგებლა სოფლის მეურნეობის შეღავათიანი კრედიტით, აქ დასაქმებული 120-მდე ადამიანი. ასეთი საწარმოები არის უმნიშვნელოვანესი რეგიონის გასავითარებლად და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საწარმო გაიხსნა სენაკში, ეგ უკვე არის 22 საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით და აგროკრედიტის ესხით დახმარებით, თავრობის დახმარებით. თქვენ წარმოედგინეთ ახლა 3 წელიწადში 22 საწარმო გაიხსნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდში დგომით. ეს ქარხანა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში კარგად იცით, რომ თხილი არის ერთ-ერთი შემოსავალი გლეხისთვის და ამ ბიზნესმენებმა ვახტანგ ადანაიამ ნამდვილად ხელი შეუწყო ადამიანების დასაქმებას, 120 კაცი დასაქმდა ქარხანაში.